თუ სამსახურში თქვენს გვერდით ლაწირაკი ბავშვი სტაჟირების გარეშე პირდაპირ full-time-ზე მოусვამთ, მაშინ ზუსტად გეცოდინებათ რა ხდება ახლა ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში. 2025 წელს, მას შემდეგ რაც თვით ფორმულა 1 ფორმულა 1-ში გადავიდა, ცარიელი ადგილის შევსება გახდა აუცილებელი. თან როგორი ცარიელი ადგილის. გუნდი, რომელიც არსებობის პერიოდში ცუდი არასდროს ყოფილა. ნორმალური იყო რაღაც სეზონებში, მაგრამ უმეტესად საუკეთესოსა და კარგს შორის მოძრაობდა მერსედესი ყოველთვის. თან წითელიც არაა მათი მანქანა. უცებ არსაიდან პიანინო რო დაეცეთ თავში, ან რადიოში ცირკისმა გაიგონ. ნიკის წითელ ვარსკვლავს კიდე როგორც ჩანს რაღაცას უხერხებენ. მოკლედ 2024 წლიდან ვიცოდით, რომ Toto Wolff თავისი გამოზრდილი ჯორჯ რასელისთვის გვერდით ვიღაც უნდა მიესვა. ისტორიას თუ დაუჯერებთ, გუნდებს ძალიან უყვართ თავიანთი შექმნილი ბეტმენებისთვის რობინების მოყვანა. ისეთი ტიპების რამ თავარ კაცს საქმეში ხელს რო არ შეუშლიან და თან თუ რამეა თვითონაც რო გააკეთებენ რამეს. ვალტერი ბოტასი იყო მაგის იდეალური მაგალითი. კაცი მოიყვანეს, უთხრეს ეს უნდა გააკეთო და ესეც აკეთებდა. ჯორჯიც არა უყვანიათ აკვნიდან, მაგრამ 2017 წელს GP3, მაშინდელი ფორმულა 3 რომ მოიგო, მაშინვე აკადემიაში დაითრიეს. კარგად დაიმახსოვრეთ, ფორმულა 3 მოიგო და მე აიყვანეს აკადემიაში. შემდეგივე წელს ფორმულა 2 მოიგო და 2019-ში ვილიამსში ჩასვეს. იმ დროისთვის მერსედესის ყველაზე დიდი ტალანტი გამოცდილების მისაღებად ჩასვეს მანქანაში, რომელიც სიმულატორზეც არ დადიოდა. ეხა ბოტას ხო არ ამოსვავდნენ მანქანიდან. იქით პარალელურად მაქსი 22 წლის ასაკში Red Bull-ის მთავარი პილოტი გახდა. უკვე რიკიარდო გასლი დამთავრებული ყავს და ახლა ალბონს ეჩალიჩება. მე მგონი ზუსტად აქედან ჩაიდო ბოღმა მერსედესმა გულში. ჯორჯმა გაუძლო კარტინგებს, ფორმულა 3-ს, 2-ს და საშინელ ფორმულა 1-ის მანქანას. სტანდარტული გზა, რაც ყველა პილოტმა უნდა გაიაროს, ხო? ეს გახლავთ კიმი ანდრია ანტონელი, რომლის პირველი გუნდის ფორმულა 1-ში მერსედესი გახლავთ. ტოტომ 18 წლის ბავშვი მოიყვანა და ლუის ჰამილტონის შემცვლელად დასვა. იმ პილოტის გვერდით, რომელსაც გუნდი ლუისის შესაცვლელად ამზადებდა 2018 წლიდან. ჯორჯს ერთადერთი ისაწყნარებს ახლა, რომ ძალიან ძლიერი პილოტია და საუკეთესო მანქანა ყავს გრიდზე. უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება შემოტრიალდეს. სწორედ ეს გახლავთ ანტონელის პარადოქსი. კარგად გამოვა კიმი, ჯორჯს აჯობებს და ჩემპიონი გახდება, ვიღაცას ეგო შეერყევა და სხვა გუნდების ძიებას დაიწყებს. რატო? წარმოგიდგენიათ სიტუაციას, სადაც ჯორჯ რასელი მეორეა რამეში? დარწმუნებული ვარ სახში კარმენი ჯეირანსაც არ ეთამაშება სურვილებზე, შემთხვევით რო არ მოუგოს. და თუ მოხდა სასწაული და კიმი ანტონელი ჩავარდა, რამენაირად წნეხს ვერ გაუძლო, ფეხი დაუწდა, მაშინ მთლიანად მერსედესის გუნდია საშინელ დღეში ჩავარდნილი. ტიპი, რომელიც მათ მფარველობაშია, ფორმულა 3 საერთოდ გამოატოვებინეს. ფორმულა 2 კიდე მარტო იმიტომ გაატარეს, რომ ლიცენზიის ქულები აეღო. 2010-იანების Facebook-ზე ის სტატუსი ხო გახსოვთ, ცხოვრება კიბია, მაგრამ მე ლიფტით ავალო. ანტონელი ლიფტით კი არა, პირდაპირ ტელეპორტით მოხვდა იქ, სადაც ჯორჯმა მისასვლელად ნერვები, ფსიქიკა და ცრემლები დაკარგა. ცოტა წარსულის გადავაფოთიალოთ უცებ. კიმი ანტონელი არ დაბადებულა. კიმი ანტონელი გამოაწრთეს რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში. ეს ბავშვი არის დაბადებული 2006 წელს. 2006 წელს. შუმახერი კი არა, კინაღამ ალონსოს ჩემპიონობას ვერ მოესწრო. სამაგეროდ ალონსოს წვალებას უყურებს ხოლმე კარგად, როლაპავს მაშინ. ვაშლიხიდან შორს რო არ ეცემა, ეგ ფაქტი უცხო არავისთვის არაა. და თუ ვერ მიხვდით, მართლა რუსთავში არ დაბადებულა ეს ტალანტი. მამამისი მარკო ანტონელი დღემდე ერთობა ავტოსპორტის ისეთ სახეობებში, რომლებიც მრბოლელების უმეტესობას კარიერულად ოცნებად აქვს დარჩენილი. GT4-ის ევროპის ჩემპიონატი, ლამბო სუპერტროფეო შუა აზიას, საერთაშორისო და იტალიური GT3. ამ ყველაფერს კიდევ თავისი გუნდით ანტონელი მოტოსპორტით აკეთებს. 2021 წლიდან კიდევ ანტონელი მოტოსპორტი AKA მოტოსპორტად, ანუ ანდრია კიმი ანტონელი მოტოსპორტად გადაკეთდა. ეს გუნდი ახალგაზრდა ტალანტებს საშუალებას აძლევს ანგარიშ გასაწევი ძალა იყვნენ კარტინგებში, ხოლო მერე იტალიურ ფორმულა 4-შიც წაუგრას ხელი. ბავშვების უმეტესობა 5 წლის ასაკში ფუმფულა სათამაშოს იღებს დაბადების დღის საშუქრად. ამას დელფინოა ჩუქეს და აპექსის აღება ასწავლეს. ნიჭიერი ძალიან ბევრი გვინახავს, მაგრამ მან ბიჭს აქვს რაღაცა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე სენსორიდან პროცესორამდე მაღალი სიზუსტის უკავშირის ციკლი. ამერიკული ოვალების ამომავალ ვარსკვლავს კონორ ზილიჩს აქვს მოყოლილი ისტორია მაიამის კარტინგის ბოლაზე. კიმის გუნდელი და მამამისი მთელი უქმები იძახდნენ, რომ ესენი მარტო იმიტომ იგებენ, რომ უფრო სწრაფი ძრავი აქვთო. კიმის მამა ადგა კარტინგების ძრავების შეცვლა და აბა თუ გამოიცნობთ რა მოხდა. კიმი იმ ძრავით, რომელიც წესით ნელი უნდა ყოფილიყო, უფრო სწრაფად იარა და ეტაპიც გადაიკეცა. 2014 წლიდან 21-ის ჩათვლით გაგრძელდა მისი კარტინგის კარიერა. 20-ში და 21-ში back-to-back ევროპის ჩემპიონი გახდა და 22-ში პირველად გადაждდა open wheel single seater-ზე. პირველ სეზონში ახალ ტრანსპორტზე ცოტათი ხომ მაინც უნდა გაგიჭირდეს მიჩვევა. არა, ტიპი ადგა და პირველივე წელს პრემატი იტალიის ფორმულა 4 და ADAC მოიგო. მერე საფრანგეთში წავიდა ავტოსპორტის ოლიმპიადაზე და ისე წამოიღო, კაციშვილი არ შეუმჩნევია. დავაზუსტებ, რომ აქ 16 წლის იყო და უკვე 4 წლის გამოცდილება ჰქონდა როგორც მერსედესის აკადემიის პილოტს. 2023-ში ფორმულა რეგიონალის ევროპის ჩემპიონატი და შუა აზია მოიგო. მერე მოიწირა და GT3-ში ორი რბოლა ჩაატარა მამამისის გუნდით. ორივე პოდიუმზე დაამთავრა და ერთი საერთოდ მოიგო. ვიღაცის ისტორიას ხო არ გახსენებთ? ეს რეზიუმე კიდევ საკმარისი აღმოჩნდა ტოტოსთვის, რომ ფორმულა 3 ნიკიტა მაზეპინზე დაეკიდებინა და პირდაპირ კიმი ფორმულა 1-ში გადაეშვა. უბრალოდ ერთი პატარა პრობლემა იყო. სუპერ ლიცენზია. მართვის მოწვევის გარეშე მანქანას ხო ვერ ვატარებთ. სწორედ ეგრე გჭირდება სუპერ ლიცენზია ფორმულა 1-ის პილოტობისთვის. FIA გამოვიდა და თქვა, ნებისმიერი სერიოზული საბოლოო სერიით შეგიძლია დააგროვო ქულები. უბრალოდ რაც უფრო
გავს ფორმულა 1-ს, მით უფრო მეტი. სუპერ ლიცენზიისთვის საჭიროა 40 ქულა. ფორმულა 2-ის ჩემპიონატის პირველი სამეული ავტომატურად იღებს ამ საჭირო 40 ქულას. ასევე შეგიძლია ეს ქულები პროტოტიპებში და GT რბოლებში მოაგროვა, ოღონდ გაცილებით ნაკლები. სწორედ ამ ქულების დასაგროვებად მოუწია კიმის 1 წელი პრემა რეისინგით ოლი ბერმანთან ერთად ფორმულა 2-ის ჩემპიონატის ჩატარება. თავისი რბოლები კი მოიგო, მაგრამ საერთოდ სხვა მიზნით იყო ამ სახეობაში. პირველი ინტერაქცია ფორმულა 1-ის ბოლიდან კიმის 2024 წლის საშინაო გრან-პრიზე, მონცაზე ჰქონდა, სადაც პირველ პრაქტიკაზე ჯორჯ რასელი ჩაანაცვლა ბოლონიელმა ბიჭმა. ძალიან კარგად დაიწყო სესია. პირველ 10 წუთში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონზე მეტად რისკავდა. სადღაც 15 კმ/სთ მეტი ეჭირა კიმის მაქსელ ესმოებში და ასკარიში. გასაგებია, რომ მაქსი იქ არ ფუშავდა, მაგრამ ეს 18 წლის იყო. ყველაფერი კარგად წავიდა პარაბოლიკამდე, სადაც უკანა ღერძზე კონტროლი დაკარგა პატარა მაკარონმა და 52G გადატვირთვა მიიღო ბოლო მოსახვევში. ტოტო კიმის ამხნევებდა, ხოლო ჯორჯი კიდევ გარაჟიდან უყურებდა, როგორ გახდა მისი ბოლიდი ლეგოს ტექნიკ სეტი. აქ შეიძლებოდა თქვენი სათამაშოების მაღაზიის რეკლამა ყოფილიყო, სადაც ლეგოები იყიდება, მაგრამ თქვენ არ იცით, ვისთან უნდა მიხვიდეთ. სურო ფეხებით დამკიდო ჯორჯ რასელის ფანი ვერ გავხდები, მაგრამ ძალიან ძლიერი რომა, ამას ჩემი თქმა არ ჭირდება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს W17 იქა, სადაც რეალურად ხედავთ. 3 წლიანი ლუის ჰამილტონის ეგზისტენციალური კრიზისის დროს რეალურად ჯორჯი იყო ერთადერთი ლოკომოტივი იმ მატარებლის, რასაც მერსედესის ფორმულა 1-ის გუნდი ერქვა. ჯორჯი იყო ბრბოლელი, რომელმაც ყველა გრან-პრი დაასრულა წინა სეზონში და იმ ეტაპებზე, სადაც გუნდმა ტრაქტორი დიდი რუდუნებით გადასცა, მაინც შეძლო მაქსიმუმის გამოწურვა. მარტო 2025-ის ბაჰრეინის რბოლა რა დღეს. მეორე ადგილზე გახვიდე რბოლაში, სადაც მანქანა შეგეშლება, საერთოდ არა ამარტივი ამბავი. შუა რბოლაში ტაიმინგ ტრანსპორტერი გამოვიდა მწყობრიდან. ანუ მანქანა ტრეკის რა ნაწილში იყო თვითონ ვერ იგებდა. რასელმა არ იცოდა როდის უნდა გაეხსნა ფთა და ავტომატური სეტაპებიც არ მუშაობდა. ამის პარალელურად გაფუშდა ბრეიქ ბაი ვაიერი. ადამიანურად რო აგიხსნათ კინეტიკური ენერგიის მოტორი, რომელიც პირდაპირ უკანა საბურავებზეა დაკავშირებული, მუშაობის პასიურ რეჟიმზე გადავიდა. ჩათვალეთ ღერძი აღარ ნელდებოდა და ამით სამუხრუჭე სისტემას დაადგა მთელი ძალა. რაღაც სატვირთო მატარებელი გაგიჩერებიათ ველოსიპედის მუხრუჭი და რაღა ეს. იყო ეტაპები, სადაც ასე უწევდა ჯორჯ რასელს ბრძოლა. და არც ერთგან არ გამოთიშვია გრან-პრის. იგივე ტექნიკის მართვა უწევდა კიმი ანდონელისაც. არ გაგიკვირდებათ წესით, რომ გაცილებით უფრო გაურტყმდა ასპარეზობა იტალიელს, ვიდრე თავის გამოსილ თანაგუნდელს. წნეხის გაცილებით მეტი ქონდა სხვა დებიუტანტებზე. ნუ მთლად დუანზე მეტი არა. არგენტინელი აბორიგენები არ შევარდნიან კიმის პოსტებზე. ნებისმიერ რბოლეს შეატყობ რა მანქანაზეც არ უნდა დასვა, რისი პოტენციალი აქვს. კიმის კოჭებში ეტყობოდა ის სისწრაფე, რაც მართლა აქვს. ტემპი კვალიშიც ჰქონდა და რბოლაშიც. ერთადერთი სუსტი წერტილი მაინც თანმიმდევრობა და ემოციურობა იყო. დებიუტანტია და თან იტალიელი. ეპატიება. თითქმის ნახევარი სეზონი ანტონელი მკვლები ვერ აიღო. იყო კანადის პოდიუმით გახლეჩილი 6 უქულო რბოლა. სწრაფი დებიუტანტისთვის დამახასიათებელი გადაზედმეტებული მართვა და საბურავების დეგრადაციის სერიოზული პრობლემა. ეს უკანასკნელი მაღალი რანგის სინგლ-სითერების გამოუცდილობამ გამოიწვია. ამ ყველაფერს კიდევ პილოტები ფორმულა 3-ში და 2-ში ვითარებენ, რაც კიმიმ ასე ჰარი ჰარალეზე დასკიფა. სეზონის მესამე-მეოთხეში კიდე რესტარტს დააჭირა იტალიელმა და ბოლოსკენ ბექ-თუ-ბექ პოდიუმები დაგვიდო ბრაზილიაში და ვეგასში. ამერიკაში კიმიმ საბურავებთან ისეთი რაღაც გააკეთა, გამოსილი რბოლეიც რო ვერ იზამდა. 45 წრეი არა ერთი ჰარდების კომპლექტით. სულო შუაზე გახეულიყო, ხალხი მაინც არ ითხოვდა სამაგალითოდ შეცვალა ლუისიო, მაგრამ ამ ყველაფრის ვერ დანახვა ძალიან დიდი დანაშაულია. ამის მერე მოვიდა ახალი რეგლამენტი, რომელსაც მერსედესი ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგად მოერგო. პილოტების თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ. 2 რბოლა, 2-1-2. ერთი რბოლა რასელმა მოიგო, მეორე კიდე ჩვენი ვიდეოს მთავარმა პერსონაჟმა. მანქანების თლიანი ფილოსოფია შეიცვალა. ახალ რაღაცეებთან ადაპტაცია კიდევ ახალგაზრდებს რომ უფრო შეუძლიათ, მაგაზე არ ვსდაობთ. თან კიმის უფრო უყვარს განსხვავებული კლასის რბოლები ვიდრე რასელს. გარდა მამამისის GT3-ის რბოლებისა, კიმი აქტიურადაა სიმულატორში ჩაფლული. ამ ფაქტს მოდი ისიც დავუმატოთ, რომ iRacing-ში 13 წლიდან უეშჩაძე ბანიადევს. ალბათ ვიღაცას ტალიატელიან ვერმიშელი დაუძახა. ან იქნებ უბრალოდ მუქი ძმა მოიკითხა. ერთადერთი ის ვის რო სიმულატორი უყვარს ამ ბიჭს და როგორც ჩანს, ტრეშ თულკიც. წლევანდელი სეზონი კიმიმ ძალიან მაგრად დაიწყო. ავსტრალიაში თანაგუნდელთა პოული 3 მიათედით წააგო, ხოლო რბოლაში მეორეზე გავიდა. მაგრამ მთავარი ამბავი მეორე ეტაპზე, შანხაის რბოლაზე მოხდა, სადაც 19 წლის კიმი ანდონელი გახდა მაქსის მერე ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, რომელმაც ფორმულა 1-ში გრან-პრი მოიგო. კვალიფიკაციაში რასაც 2 მიათედით აჯობა, რბოლაში კიდე მთელი სტინტი ისე ულიდერა პელეტონს, თითქოს ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია. ნუ იქ კიდევ უშო ბოლო შეცდომა, მაგრამ ნამდვილად გააბათილა იმ უსწრაფესმა წრეებმა, რაც აქამდე ქონდა. საბოლოოდ რას მივიღებთ, მაგას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ჯორჯ რასელი 28 წლისაა. ახლა შედის თავის კარიერის პიკში და უსწრაფესი მანქანაც იდეალურად დაემთხვა. რასაც თანაგუნდელზე ნამდვილად ვერ ვიტყვეთ. საერთოდ არავის არ უნდა ტვინისბურგი მეზობლის ბავშვის გვერდით, როდესაც საქმეა გასაკეთებელი. 2025 წლიდან მერსედესმა კიმის სპეციალურად 20 კაციანი განვითარების ჯგუფი გამოუყო. სპეციალურად იმისთვის, რომ იტალიელი სწორ ტრაექტორიაზე დააყენონ. ჯორჯს დამატებითი ინჟინერი კი არა, ცრებლის მომწმენდი არ ყავდა ვილიამში პირველი ქულები რო აიღო. კონტრაქტები ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ფორმულა 1-ში. ჯორჯს თავისი ხელშეკრულება ვერცხლისფერ ისრებთან 2027 წლის ჩათვლით აქვს. ამ დროისათვის ტოპ გუნდებში არც ერთი ადგილი არ ხდება თავისუფალი. ფერარი იმედის ბიჭებს აქვთ ოკუპირებული. მაკლარენებში კიდევ პაპაიას წესის მიმდევრები არიან. რედბული კიდე ტოპ გუნდი საერთოდ არაა. მაგრამ რორავე მაქსმა წასვლა მოინდომო, ზუსტად ვიცი ტოტო ვის შენარჩუნებაზე შეაჩერებს არჩევანს. ჯორჯი ახლა მერსედესში ის ტიპი, ვინც სიმულატორის სამსახურს სათავეში უდგას. ჯორჯია რეალურად საზომი და ბენჩმარკი ვერცხლისფერი ისრების. მაგრამ აშკარად გრძნობს იმ ჭიკარტებს,
აკეთებს, რასაც ხულიგანი ბავშვი ბოლიდში უდებს. ყველაფერი ამ ორზე იქნება დამოკიდებული. გუნდი რომ ვერცერთს ვერაფერს დაუშლის, მაგას აქედანვე ვხვდებით. ადგილსაც ვერავინ დაათმობინებს. თუ რასელი წელს ჩემპიონი გახდება, საკმარისე მეტად მოინიშნავს თავის ადგილს საჩემპიონო გუნდში. მაგრამ თუ სადმე ფეხი გადაუბრუნდა და ამ ბავშვმა რაღაც სასწაული გააკეთა, მერე ნახეთ არეული მონასტერი თქვენ. კიმიმ შაშან იმაზე დიდი გამოცდილება მიიღო, ვიდრე ნორმალური პილოტი თავის მთლიან კარიერაში იღებს. სეზონით ჩვენიერად დაიწყო, ტემპიც აქვს, მერსედესის სწრაფია, კატასტროფულ შეცდომაც არ დაუშვია ჯერ. ამ სეზონში გამარჯვებულის ვინაობა არც განახლებებზე იქნება დამოკიდებული, არც კიმის შეცდომებზე და არც ჯორჯ რასელის გამოცდილებაზე. ყველაფერი ტიტანიუმის დიოქსიდის ფხვნილის ლეგალურობაზეა დამოკიდებული. არ ვიცი, რამდენად მოცლილმა ადამიანმა შეისწავლა ეს, მაგრამ კიმი ანტონელი იმ ქვეყნებში, სადაც ეს საკვები დანამატი ლეგალურია, ნამდვილი ჩემპიონებით ასპარეზობს. მეორე ადგილი ავსტრალიაში, მოგება ჩინეთში, შაშანდელი პოდიუმები კანადაში და ვეგასში. გაფუჭებული რბოლებიც რო გავიხსენოთ იმოლაზე, მონაკოში და ესპანეთში ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. ნიდერლანდებში მე-16 ადგილი. ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად ისეწყინა ბაჰრეინის და ჯედას ეტაპების ამბები. რატო კი მივხვდებით უკვე თქვენც. 2026 წელს ჯორჯ რასელი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც მთლად კომფორტულად ვერა თავის საუკეთესო მანქანით. ის რისთვისაც მას მთელი შეგნებული ცხოვრება ზრდიდნენ, შეიძლება გუშინ მოთხრეულმა ბავშვმა წაართვას. თან ვინ მოიყვანა ეს ლაწირაკი? ზუსტად იმ ხალხმა, ვინც თვითონ ეს მოიყვანა გუნდში. ვინც ჩამაცვა იმან გამხადოსო თუ როგორცაა ეგ. კიმისთვის არაფერი დამთავრდება, თუ წელს ჩემპიონი ვერ გახდება. არავინ დაძრახავს 19 წლის თინეიჯერს იმის გამო, რომ მასზე 10 წლით დიდ ერთ-ერთ საუკეთესო პილოტს ვერ აჯობა. ანტონელის პარადოქსი მართლა არსებობს. მერსედესი თავის დაუნებურად ჯორჯ რასელის მთლიან კარიერას რისკავს. არც ერთ გუნდში არ შეხედავენ თანაბრად ორ პილოტს, თუ ერთი მოქმედი ჩემპიონი იქნება და მეორე უბრალოდ კარგი. ჯორჯმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო. გაიარა კარიერის ყველა ეტაპი, პირნათლად გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. მაგრამ რისთვის? იმისათვის, რომ ვიღაც მოსულიყო და თამაში გაცილებით მარტივ დონეზე დაეხურა. მერსედეს ყველა ნაბიჯზე ეთყობა, რომ რაც უფრო იზრდება კიმი, მით მცირდება ჯორჯის ადგილი გუნდში. არა იმიტომ, რომ კიმი ჯორჯზე უკეთესია, ან პირიქით. უბრალოდ ფორმულა 1-ია უსამართლო. სპორტის მთავარი მუღამია გარკვიოს ვინ არის დღეს ყველაზე სწრაფი და ხვალ შეუჩერებელი. ყველაფერი კი ისე მიდის, რომ მერსედეს ხვალინდელი ქათა მიურჩევნია დღევანდელ კვერცხს. საერთოდ არ ვამბობ, რომ კიმი რასელს დაამარცხებს, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, რომ ეს ფანტასტიკის სფეროა და ალტერნატიულ რეალობაში შეუძლებელია. ძალიან კარგი პილოტი და ძალიან კარგი პილოტის საუკეთესო ბოლიდით ორი განსხვავებული მოცემულობაა. ჯორჯის კიდევ როგორც გუნდელის დამარცხება მხოლოდ ორმა პილოტმა შეძლო. უდიდესმა, უდიადესმა, უძლიერესმა, უპროფესიონალესმა სპორტის ლეგენდა რობერტ კუბიცამ და ლუის ჰამილტონმა ერთ სეზონში. თუ კიმი იმაზე ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ვიდრე შაშან და ჯორჯი ცოტათი ანერვიულდება, მაშინ მივიღებთ საინტერესო ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისთვის. ამ ყველაფრით არაფერი შეიცვლება. ჯორჯი უკვე უმაღლესი კლასის პილოტია, კიმი კიდევ სპორტის მომავალი. უბრალოდ ამ ორ შორის გადასვლა საერთოდ არ იქნება მარტივი და არც ჰეპი ენდი იქნება დასასრული. სეზონი კი შეგვიპატარავეს, მაგრამ მაინც საკმარისი რაოდენობის რბოლა იმის გასაკვებად დარჩენილი, თუ ვინ დაატრიალებს ვისზე ცოდვის ბორბალს. მაინც არ ამგონია ფერაიმ შანსი გამაზოს და იტალიელი სწრაფი პილოტი არ აიყვანოს გუნდში. კიმისაც უნდა კონდეს წესით სურვილი. თან რა მაგარი იქნება კიმის მერე ისევე კიმი რომ მოიგებს სოფლიო ჩემპიონატს, ფერაიზე გამახსენდა, მოდი უსებ გავიგოთ ჩარლის 22-ის ბოლიდი ვინ მოიგო. იმისაც რომ გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობა, უბრალოდ რამე უნდა დავაკეთო კომენტარები წინა ვიდეოზე, ასე რომ ავიღოთ ლინკი. ჩავიგდოთ აი აქ. X რო 4 მივადოთ არის 10. ბოლოს ეგრე იყო. 34 კომენტარი დუპლიკატების და მაიმუნობების გარეშე სტარტი და ვნახოთ ვინ. გამარჯვებული არის სერგი. საერთოდ დამჭირდება მოჩვენებითი ძრავის ხვები და არც აუდის შემოსვლა. თუ სტარტზე საათნახევრიან ტურბოს ლაგებს და ყოველ სწორ მონაკვეთის ბოლოს სუპერ კლიპინგს როგორ გავადიდო? ოკეი, ესე ვერ გავადიდებ. ეს უნდა გადავიდე. თორეს მე ერთმანეთში გაზი და ტურბო ჩემი ვიდეო არ გვინდა. და ჰაილაიტა სერგიმ. ხო, სერგიმ თავისი გულის წყვეტა გამოთქვა ახალ რეგლამენტზე და ძნელი არ დაითანხმა, მთლიანი ვიდეოც მაგაზე იყო. სერგი, აღწერაში Facebook ჯგუფი და Facebook page იქნება არხის დალინკული და მოიწერე იქ და როგორ გაჩვევ დაყრები გადაცემაზე. გონი იმაზე მეტი ვილაპარაკე გუნდზე, რომელსაც საერთოდ არ ჭირდება ჩემი ტლეკინი. წავალ ახლა მე გაკოცე ჯუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.